დიდი მადლობა. ახლა კი სტუდიაში ველოდებით მიხეილ ცაგარელს, რომელიც გვეტყვის, რას გვეუბნებიან ვარსკვლავები, რა ხდება ცის კაბადონზე, ასტროლოგიური პროგნოზის დროა ჩვენს ეთერში და ველოდებით სულ მოუთქმელად, იმიტომ რომ მისი პროგნოზები ადამიანებისთვის არის ხოლმე მნიშვნელოვანი. დილა მშვიდობის. ძალიან კარგი დღეს საინტერესო ისა გაქვს კომბინაცია ზურიუსის გარეშე შერეული სხვანაირი ტაქტიკით ვართ როგორ უძლებთ ახლა კირჩხებებო მშვილდოსა ცეცხლი დაგინთოთ ცეცხლის დაგვინთო და ხო ცოტა რთულია მის შარმს გაუძო მაგრამ მაინც ვცდილობ კაცი არ მოუკლავს კარგია კარგი შენ ეთყობა იქით რო გეკითხა შეიძლება შენ ეთყობა წითლებში იმიტომ ხარო ვიცი რომ უყვარ შვილდოსას წითელი ფერი ხო მისთვის გამო ბადამიშა რომ მოვიდა ნუციკო ლურჯები ეცვა და მე ისეთი ცეცხლი დავანთე რომ გაწიწდა გაწიწდა გასაგები მაშასე შემოგარგებო ესე იგი რა კვირა გვაქვს რა ტენდენციებია სხვა შორის მე ადრეც მithქვას არაერთხელ რომ არის თვე უბრალოდ არა ყოველ თვეს აქ ერთი კვირა ისეთი რომელიც არის ყველასთვის კარგი აი ეს კვირა გვაქვს ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის არის აბსოლუტურად კარგი ამიტომ ყველას თხოვ რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს კვირა იმიტომ რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია გვაძლევს საშუალებას რომ ახლა მეტნაკლებად ჯანმრთელად ვიგრძნოთ თავი პრობლემები მოაგვაროთ იდეების რეალიზაცია მოახერხოთ და ასე შემდგომ თუმცა გარკვეული რაღაც ყალბშეძინებებით რასკვლელი იქნება მაგრამ არაფერი ისეთი განსაკუთრებული ახლა რა ტენდენცია აქ ამ კვირას და რას მოგწევთ პირველში ყურადღება 20 რიცხვი 4 შაბათი მალე მოვა ესე იგი რა არის 4 შაბათს დღეღამტოლობა ესე იგი იკლებს ღამე შემოდის ნათელი ეს არის საკრალური დღე აი 4 დღე გვაქვს წლის განმავლობაში როცა პორტალი იხსნება სამყაროსის სიყვარულის ანუ ერთ-ერთი არის ესეთი 2 ბუნიობა და 2 დღეღამტოლობა ერთ-ერთი დღეღამტოლობა გვაქვს ახლა გაზაფხულის ხო ესე იგი აქედან გამომდინარე ილოცეთ 20-ში და დალოცეთ ყველა მაქსიმალური სიკეთე სიყვარული მაქსიმალური ეს ყოველდღე უნდა იყოს მაგრამ ამ დღეს განსაკუთრებით რატო ასტროლოგიური ახალი წელია ყველას ასტროლოგიის მოყვარულს ულოცავ ახალ წელს ასტროლოგიურს იმიტომ რომ მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში ტოვებს რა თევზებს ზუსტად 20-ში ხდება დილის 8 საათზე და 7 წუთზე. პირველი ნიშანი 12. დიახ. ესე იგი ვინც დაიბადება დილის 8 საათზე 7 წუთზე უკვე არის ვერძი. 6 წუთზე დავადებული ჯერ თევზები. გასაგებია. ამას იწყება ახალი წელი 12 თვიანი განვითარების ეტაპი, ამიტომ დასახეთ ახალი იდეები ილოცეთ პლუს ამას რაღაცა ჩაუსახეთ თქვენს თავს რაღაცა ფანტაზიები ჩართეთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ხურებაში რაღაცა ისეთი რომ აი რაც შეიძლება აღმოფრენა იყოს მეტი როგორც შეხვდებით 20 რიცხვს ისე წავა შემდეგ 20 მარტამდე პერიოდი ამიტომ რაც შეიძლება მეტად ამაღლებული მდგომარეობა უნდა კონდეს 20-ში ეს განსაკუთრებული დღეა კიდევ საინტერესოა რა ეხლა არ ვიცი რამდენად აწყობთ ეხლა გოგონებს განსაკუთრებით ეხება ეს ამბავი სიზმრების დროა საოცარი სიზმრები მოდის და 23-დან გაორმაგდება ამ სიზმრების მნიშვნელობა კიდევ. რატო? იმიტომ რომ პლანეტა ვენერა ხა თევზებშია, თევზების სწორად სიზმრის ნიშანია და ზეინტუიციურია სიზმრების მიმართ და 23-ში კიდევ მათ შევერდება პლანეტა მარსი თევზებში. აი მეორე პლანეტის თევზებში ყოფნა მოგცემ საოცარ სიზმრებს. მე დამემართა 2 დღის წინ ბატონო. ესე გაიარე უკვე ასე რომ წინა. მოგეთ ამესიზრა სიზმრა ძალიან არეული. ნახე რაღაც ადამიანი რომელსაც ეს არ უნდა მენახა მანქანაზე დამარტყეს თქო ანუ სიზმარში მოხდა ეს ყოფილი და როგორც კი გავიღვიძა მართლა ელვის უსწრაფესად ყოველ წუთიათ რაღაც მიხდებოდა ის ადამიანი ვნახე თან არა თბილისიდან რო არ უნდა მენახე ის ადგილას ჩამეუღრემ და მირეკა მანქანაზე დამარტყესო და ეს ყველაფერი ამირდა და შოქში ვიყავ აპრილის ბოლომდე ეკნება სადიყავით საოცარი სიზმრები აპრილის ბოლომდე კი საოცარი სიზმრები ძალიან უცნაური თავისებური და სამახსოვრებელი სტამბეჭდავი და ასე შემდგომ ეს სწორედ ამ მოვლენით იქნება და წინასწარმეტყველური კი წინასწარმეტყველური და კიდევ რა ქორეოგრაფია ვისაც გეوارთ მე აი ახლა 23 რიცხვიდან ოთარ შენ ნახავ რა სხვანაირი გახდები ქორეოგრაფიაში აი რატო იმიტომ ახლა თევზები გვარლებს ყველა დიდ ქორეოგრაფიის ოსტატებს ხო დაწყებული ვახტანგ ჭაბუკიანიდან დამთავრებული რუდოლფ ნურიევით ხო სულ თევზები არიან როცა მარსი ხვდება აქ მოქმედების მმართველი პლანეტა თევზების პლასტიკა თითქმის ყველას გადაგვედება და აი განსაკუთრებული უნარები გვაქვს აქ ცეკვის კუთხით საუკეთესო დრო აპრილის ბოლომდე გაგნია რომელი გინდა ჯაივი თუ ჩაჩაჩა არა ოტელო დეზდემონა თუ ყავს
თავარი ეგ არის. აკაკირო ნორმალად დავახჭო. არის ხო? თავარი ეგ არის. გასაგებია. უკვე იცის. აგერ არ არის გვერდზე. არჩი აუგოს ხერფლი. არის აგერ. დილოცე ძილის წინ. აჰა, კარგია. ეხლა შევგობ, შევკარგებ, ეხლა ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები, ზოგადი ტენდენციები ვიცით. ეხლა ცალკეული ნიშნები და რასოკლია, რადგან კარგია, პოზიტივი აქვს თითქმის ყველას. დაიწყოთ ვერძით. ვერძი გამოცდება, ეს რთული პერიოდი, რომელიც ქონდა უკვე გაივლის. ამ კვირიდან ერგოტონუსი მატულობს, იმუნიტეტი ძლიერდება, ვერძი ხდება ძალიან შარმიანი, მიმზიდველი და კრეატიული და უკვე ლიდერული ორგანიზატორული თესლების წარმოჩენა შეუძლია. არ იღლება, შრომის უნარიანი ხდება საოცრად და დიდი ზეგავლენა აქვს უკვე პარტნიორებზე, კოლეგებზე, ხელმძღვანელ პირებზეც კი და ეს მის ავტორიტეტს კიდევ უფრო მაღლა წევს, მაგრამ რა ხიფათი აქვს ახლა ვერც? იღოს ყურადღებით. საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობების პერიოდი აქვს. თუ ახლა დავუშვათ მას ოჯახი არ აყავს, არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ოჯახი ყავს, აქ იღოს ფრთხილად, რომ აი ამ წყალქვეშ ადინება მერე საკმაოდ კარგი პერიოდი არ გაუფუჭოს. ამ ხრივ იღოთ მოდით ყურადღებით. ახლა რაც შეეხება კუროს. კურო ძალიან კარგად გზნობს თავს. ენერგოტონუსი მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი, ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელების დროა. აქ შეიძლება ინვესტიციების განახორციელოს და ინტუიცია მზარდი აქვს, რაც კუროს ნაკლებად ახასიათებს. აი ინტუიციაზე დაყრდნობით სწორად, სტრატეგიულად სწორად მოქმედებს. გეგმებს ზუსტად სახავს, უბრალოდ თუ კარგად გააზრებული ექნება სარისკო მოქმედებაც კი მისთვის იქნება წარმატების მომტანი. რაც შეიძლება მეტი რეფორმები. ახალი საქმე, ახალი მობილური ტელეფონი, ახალი ნაცნობობა, ახალი ურთიერთობები ყველა სიახლის პერიოდია. და ამიტომ სიახლისთვის საუკეთესო დროა მაქსიმალური კონტაქტი ინტერნეტთან. აქედან მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას და გაიცნობს საინტერესო ადამიანს მეგობართა მხრიდან თანადგომაც ორმაგდება, რაც წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. ეხლა ტყუპები გამოცოცხლებიან აშკარად, ხა მაინც არ ეტყობათ მაგათის ასე ვთქვათ, არა ეს დეპრესიული ნიშანი, ოპტიმისტია, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით გამოცოცხლებულია, იმიტომ რომ ბევრი რამ გამოსდის, სტაბილურდება ცხოვრება მის ირგვლივ, უფრო მშვიდი ხდება, უფრო გაწონასწორებული ხდება. ოპტიმისტია ბოდის. კი, ტყუპებს და პესიმიზმი და დეპრესია რა მეშველება ეს მათი სიტყვა არ არის. ეს თევზების სიტყვაა, მაგრამ ტყუპები არა. ტყუპები შედარებით უფრო ყოველთვის შემართულია, ლაითი ნიშანია, მოდი ასე ვთქვათ რა, გულთან ახლო არმია თქვენსავი და განცდები არ აქვს. ძალიან ადვილად თავში თუ რაღაცა პრობლემა აქვს, მეორე ასე ვთქვათ, პატარა იმას გააკეთებს, ორივე ფანჯარას გახსნის, ორ პირს გააკეთებს და ეგრევე ყრის ყველანაირ უარყოფით აზრებს, დიდხანს ამას არ იტოვებს. ამიტომ ეს დაანშველის მას. და ეხლა ძალიან კარგი პერიოდი გქონდა, შესაძლებლობები პოზიტიურია, გზნობს რომ ხელმძღვანელები, პარტნიორები ეხმარებიან, გვერდით უდგებიან, რაც აძლევს საშუალებას არაერთი იდეა განახორციელოს და სხვა შორის აუმჯობესებს რა ურთიერთობებს საქმე პარტნიორებთან, კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, მათი დახმარება აძლევს საშუალებას პროფესიონალურად განვითარდეს და კარიერულად წაიწიოს წინ. ძალიან ენერგოტონუსი მაღალია, უფრო აქტიური ხდება, რაც აძლევს კომუნიკაციის და საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ამიტომ საკმაოდ კარგი პერიოდია. გერჩხებებო, რასაკვირველია მშვენიერი კვირა გაქვთ. ავტორიტეტი თქვენ იზრდება, ურთიერთგაგება ადამიანებთან იზრდება, პრომეტი სხვათა მხრიდან დახმარებას იღებთ და ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. კრეატიულობა მაღალი გაქვთ, ინტუიცია ზემძლავრი, რომელზეც დაყრდნობით სწორად ჩვენს აკეთებთ და რა სწორია. მოგზაურობის დრო. რაც შეიძლება მეტი უნდა იმოგზაუროთ ახლა. მაქსიმალური კონტაქტები ურთიერთობები უცხოელებთან. აქ გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. აქ ისეთ საოცარ რაღაცებს გაიგებთ. პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან გაძლევთ მათ შორის შემდგომი თქვენი ცოდნის შესაძლებლობების გაფართოების შესაძლებლობას და მატერიალური გამარჯვების გაუმჯობესების შესაძლებლობას. ამიტომ ახლა საუკეთესო დროა უცხოელებთან ურთიერთობისთვის, უცხოენების ასათვისებლად. ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს, ლომი ზოდიაქ გულისხმება, ხო? ლომი გაცილებით უკეთ გზნობს თავს, ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა წინა პლანზე წამოიწევს, იმუნიტეტი მდგრადია და განწყობას დადებით, ენთუზიაზმი მატულობს, ოპტიმიზმი ძლიერდება მასში და ლომი სხვათა ამ პერიოდში ბევრ ამის გააკეთებს, ფინანსურ საკითხებს მოაგვარებს. შეიძლება ფინანსები ძალიან სარფიან პროექტებშიც კი ჩადოს, რაც დამატებით შემოსავალს შემოუტანს და რაც თორეა, რასაც ვერ ახერხებს სხვა დროს, ახლა მოახერხებს სათანადო დროს ყურადღებას უთმობს შვილებს, ახლობლებს, ნაცსაურ კავშირებს, მეგობრებს და ეს ერთგვარად გასდევს მის ავტორიტეტს და რეიტინგს. ამიტომ საკმაოდ კარგი კვირა აქვს ყოველხრივ და როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი და ორგანიზატორი ხო ეს განთქმულია თამადობაზე აღარ ვამბობ. ამიტომ აქ იქნება გამორჩეული და ყველანაირად პატივის ასე ვთქვათ ცემის წინაშე დადგება.
ეხლა კალთული. კალთულს მოდეს თქვა გამოსწორების პერიოდი აქვს. შეუძლია გამოასწოროს ბევრი პრობლემა. მაგალითად, თუ წინა კვირაში ქონდა პრობლემები კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან თავისი ჯიუტის ზედმეტი პირდაპირობის გამო, ეხლა არ გველებს ამ სიტუაციას. ინტუიცია მზარდი აქვს და ის ეხმარება სწორად აი კონიუნქტურაში, გარკვევაში, თქვენ კონიუნქტურული ყნოსვა აქვს ინტუიციური. ზუსტად იცის ვის რა უთხრას, როდის, რანაირად, როგორ მოიქცეს და სწორედ გეგმაზომიორად მოქმედებს, სტრატეგიულად ზუსტად აღალებებს იმ გეგმებს, რაც წარმატების მომტანია. რაც ხელს ყავს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შემოქმედებით ინჭის გამოვლენას, განვითარებას და პარტნიორული საინტერესო სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მაგრამ არა მარტო საქმიანი კუთხით, პირადი ურთიერთობებისთვის საუკეთესო დროა, ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდი აქვს. ამიტომ ყოველხრივ კარგი დროა კალთულებო, ეს პერიოდი არ დაკარგოთ. სასწორები ჰაერისტიკია, ხო? გაცილებით უკეთ იგზნობენ თავს, ენერგოტონუსი მზარდია, ამათ გზნობენ, გაუმჯობესდება ხასიათი და ხა სასწორს თავარი პრივილეგია რა არის პლუს ესთეტია. პლუს ამას დიპლომატია. ამასთან ერთად კომპრომისების დიდო სტატია და შეუძლია მშვიდობიანად ნებისმიერი პრობლემა გადაწყვეტოს. აი ეს თვისება უძლიერდება და აძლევს საშუალებას სახლია თუ სამსახურშია ნებისმიერი პრობლემა უპრობლემოდ გადაწყვეტოს. შვიდად წყნარად კომპრომისების მეშვეობით, რაც ერთიორად ზრდის მის რეიტინგს და თან ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები და შესაძლებლობები აქვს და თუ იმოქმედებს პრინციპით შვიდჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი თხილად წინ და მაშინ მისი ხარისხო მოქმედებაც იქნება გამართლებული და პრეა წარმატებული. ამიტომ თლიანობაში კვირა უდაოდ კარგია, აუმჯობესებს ურთიერთობებს კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რაც მის პროფესიონალიზმს ზრდის და აძლევს პროფესიონალური წინსვლის შესაძლებლობებსაც. მორიელი. აგერ ბატონო ორი მეხუთე ყავს აქ მორიელისა და აქედან გამომდინარე საკმაოდ კარგი პერიოდია. მორიელი მშვიდდება, წყნარდება, უფრო სტაბილური ხდება ის რაღაცა გასაუბრებელი კარგი პერიოდია. მორიელისთვის თუ კარგი პერიოდია, ესე იგი ყველას. როცა მოჭარბებული აქვს მორიელს ენერგია, ზოგჯერ აუტანელი ხდება, ზედმეტად აგრესიაში გადასდის ზოგჯერ. ეხლა ეს ცოტა ზედმეტი მოჭარბებული ენერგია მცირდება, ამიტომ უფრო მშვიდდება, უფრო სტაბილური ხდება, უფრო თანმიმდევრულად მოქმედებს და უფრო კარგად გააზრებულად ხდება, რა ჭირდება მას, როგორ უნდა მივიდეს იმ გზაზე. ამიტომ პერიოდი საკმაოდ კარგია, უყურე კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობა. ძალიან კარგია ხამისთვის, მოგებების ალბათობა აქვს მაღალი. ამასთან ერთად აუმჯობესებს ურთიერთობებს შვილებთან, ძალიან კარგი პედაგოგიური ნიჭი აქვს ახლა. უგებს კარგად ახალგაზრდა თაობას, საუკეთესო დროა სასკვარლო პარტნიორულ ურთიერთობებში. ურთიერთ გაგება პარტნიორთან აქვს ზემაღალი. თან ინტუიცია ზუსტად კარნახობს როგორ ჭუბია. ამიტომ საკმაოდ შარმია, საკმაოდ მაღალი აქვს შარმი, დელიკატურობა, რაც იზიდავს საწინაო სქესის პარტნიორებს. ამიტომ ამ ხრივაც არის პოზიტიური, თან ჯანმრთელობა მდგრადი აქვს, აქტიურია, შრომის უნარიანების ყოფიანია, ამიტომ მორიელი ფრეად მიზიდველია და მეტად წარმატებული ამ პერიოდში. შეუძლია აქტიური მოქმედება, საკმაოდ ნაყოფიერი, რაც თავარია. შვილდოს ნებო, რა გაუძლებს ახლა დიდოთარ ზინ სხვა შვილდოსებს, ენერგია იმატებათ ყოველ დღე. ეხლა ესენი ხო წკინვალი ორატორების სამეულში შედიან, ხო? ეხლა ნახეთ თქვენ რომ დაიპყრობს აკაურობას ოთარი ცოტა ისე დაპყრობილი აქვს, მაგრამ აწინ ნახეთ თქვენ. ესე იგი, ეს არის ნიშანი ეხლა ერთ-ერთ ყველა წარმატებული. უახლოესი ერთი თვე აქვს ფრეა წარმატებული. ყოველ დღე ენერგია მოემატება, შარმი, მიზიდულობა თვალებში ნელ-ნელა უკვე კი, მართლა დღეს თავს ვერწყვეტით მე და ნათია გვერდით რო გვედგა. მოიცა აწი ნახეთ, აწი. ყოველ დღეს ის მოიმატებს ყველაფერი, ხო? პლუს ამას რა. ეს საშიში ხდება ბატონო მიხეილი. არა, ნუ იცი რა, ყველა თავარია რა, ზოგიერებას არ გადაცდეს, თორე ნებისმიერ ახლა ორე ავიღოთ თუნდაც სასმელი, ღვინო. საშიშია? თუ ნორმალურად დალევს საშიშია და პირიქით მარგებელია, მაგრამ თუ ზედმეტი მოგივა საშიშია. ამიტომ ენერგიის მომატება შეიძლება იყოს კარგი, წარმატებული და საშიში. ხო, აი ამასია ძალზე საქმე. ეხლა მოდი ამოშოთ რომ ბევრი რამ გამოგდის ჩემო ოთარში. მათ შორის შეიძლება ისეთ საინტერესო ინვესტიციები განახორციელო, ისეთ საინტერესო ახალ პროექტებში ჩაერთო, რომ ეს ძალიან გაზრდის შენს პროფესიონალური, არა მარტო წინსვლის, არამედ პროფესიონალურ ხედვას და ჰორიზონტებს შესაძლებლობებისა. ამ რაც თორე სხვები ირგვლივ ყოფი ადამიანი მაქსიმალურად გეხმარებიან, გვერდში გიდგანან. და არის გამორიცხული შეიძლება ფარველი იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც მაგათა დააფინანსებს ძალიან საინტერესო პროექტს. იდეას რაც ხელს შეუწყობს შემდგომ წინსვლას და განვითარებას. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვს წინ, ეს უკვე ვერძი ზონაა და ვერძი იცი როგორ მეგობრობს შემშულოსნებთან. ამიტომ თქვენი ენერგია, თქვენი მიზიდულობა, თქვენი ახლა თან რა ყველაზე კარგი შულოსანს. ყოველთვის ოპტიმისტი.
აი ეს მისი თვისება არის ზუსტად განწყობის თეორია. ეს არის ზუსტად. ამიტომ ყოველთვის ყველაფერი გამოსდის ამ ნიშანს სხვებისგან განსხვავებით, რომ არასოდეს არ გეტყვის რა მეშველება. ეს მისი ფრაზა არის. ყოველთვის გეტყვის შულდოსანი, ყველაფერი გვეშველება და კარგად იქნება. აი მათი ფრაზა, რაც არის მთავარი წარმატების ფაქტორი და რასაც უკეშინებ ყველა ზოდიაქოს. მიიღეთ ხედველობაში და გადმოიღეთ შულდოსნის ეს თვისება. ეხლა რაც შეეხება თხის რგას. ეხლა რაც შეეხება თხის რგას, ხო შორის კარგი პერიოდია და რატო? აქაც შეიძლება გავლენიანი პირები გაისწოს ამ ნიშანმა, ამის გარდა ახალი ადამიანები გაისწოს, რომელიც მოიტანენ ახალ იდეებს. თან საინტერესო პროექტებში ჩართავენ თხის რგებს და ეს მისცემს რაღაც ახლებურად გამოვლენის შესაძლებლობას მათი პოტენციალისა. ერთობლივი ბიზნეს საქმიანობა ძალიან წარმატებული იქნება და უფრო მეტიც ეს ის პერიოდია, როდესაც შეიძლება ზოგიერთი მათთაგანი ასევე რომანტიკულ ურთიერთობებში აღმოჩნდეს და სხვა შორის იქნება კარგი. რატო? ამ ნიშანს ცოტა კომპლექსები აწუხებს. ზოგჯერ თვითრწმენა აკლია საკუთარი შესაძლებლობების ხშირად თხის რგას გონია რომ ულამაზოა. მაგალითად არ იხსნება, ჩაკეტილია ხო ეს ნიშანი. ამიტომ ეს აძლევს საშუალებას ახლა ეს რომანტიკული ურთიერთობა გაიხსნას. საკუთარი თვითრწმენა მოემატოს, უფრო ასე ვთქვათ, თავისუფალი გახდეს ურთიერთობებში, რა ძალიან მოუხდება და ძალიან მიიზიდავს, რომ ქარიზმატული გახდება. ამით საზოგადოებას. ამიტომ არ მარტო იდეების რეალიზაციის ფინანსური კუთხით, არამედ პირადული ურთიერთობების კუთხითაც ერთ-ერთი საუკეთესო დროა. ამიტომ თხის რგებო თქვენ შედიხართ სამეულში ულამაზესი ნიშნების. ამიტომ კომპლექსები მოიხსენეთ. პირველი ორეული ვინ არის? პირველი ორეული აინტერესებს. ესე იგი სასტორი, მერწყული და თხის რგა. სამი ყველაზე ლამაზი ნიშანი. ხო, გამომდინარე იქედან რომ შენ არა, შენ თქვენ მაგაზე ნუდარდობთ, ყველა ნიშანს ყავს თავისი რასაკვირველია, მაგრამ ყველა ამხანას თავის ჩალხანა, როგორც თქვა. ეს სამი სტატისტიკით ესე. და მე გაითვალისწინებ, თავი არის ასცენდენტი, გარეგნობის ნიშანი და არაშიდა ნიშანი. თუ გარეგნობის ნიშანი ყავს ეს რომელი? არა, სხვათა შორის, მაგდაც ვერ მოვხვდი მაგ სამეულში. შენ რა იცი, შენ პირად ჰოროსკოპი? მორიელი ვარ, ასციდენტით როგორ. და სხვა? სხვა, ამდენი აღარ ვიცი, თქვენ ხო იცით, ამდენი აღარ ვიცი. მე გეტყვით. კარგი, ეხლა მერწყული. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგოტონუსი, მაღალი, შარმიანი, მიზიდველი, ყოველდღე ახალი იდეები, პროექტები, საინტერესო შესაძლებლობები და რაც თორე ბევრ რამეს გააკეთებს და მიაღწევს. აი მაგალითად რა? კარგი საპირლების დროა. მათ შორის შეიძლება შეიძინოს უძრავი ქონება. გადავიდეს ახალ ბინაში, მოეწყოს დიზაინი, კომფორტი და ძალიან კარგად იგრძნობს თავის როგორც თხის რგას, ასევე მერწყულს აქვს მრავალფეროვანი კონტაქტების პერიოდი და უფრო მეტიც ძველი საქმეებიდან ახლა იღებს მატერიალურ შემოსავალს. უფრო მეტიც შეიძლება მიიღოს ბონუსები, პრემიები, რაც ხელში შეუწყოს მატერიალურ მდგომარეობას გამოჩენს, ამიტომ ეს პერიოდი, როდესაც იგი დააბანდებს ნიშნავან ინვესტიციებს და სერიოზული საღირლების წინაშე აღმოჩნდება. ანუ იწყობს კომფორტს. რაც ძალიან კარგად იმოქმედებს მის განწყობაზე, კიდე ახალ იდეებს შთაბერავს მას და სპონტანური იმპროვიზაციის დიდოსტატი ხდება ამ პერიოდში, რაც წარმატების სპონტანია. ეხლა რაც შეეხება, შენ არ იცოდი ახლა გვერდით ვიზუსი ხარ? უკვე მუშტებზე გადახვედით? ამაშია საქმე ეს გოდერძის კითხე და მოგიყვება დეტალურად. ამ კასთან როგორ არის ის აცრილია უკვე. საჭირო ურთიერთობები სხვა ვიმუშავებ იმუნიტეტს. იმუნიზაცია ჩატარებული გოდერძის. კარგი, აი ხევზები გამოჩნდა. ხო იცი? შენ ხო იცი ის ამბავი გოდერძის ჩაფიქრებული რა იყო რაღაც თემაზე ვსაუბრობდი და უცებ რო კითხა, ესე იგი გოდერძის ოთარმა რომ რა ჭირდება გოდერძი კაცობრიობას და უცებ გამოვიდა მეტი კაცობრიობას ჭირდება მეტი ანესთეზია ზახის გოდერძი ესე იგი ოთარისგან შეწუხებული ფიქრა რა გვიშველი ზეღლა ანესთეზია დავაძინოთ და ეხლა მოდით კიდე ერთი რამ ასე იგი თავზები ზოდიაქო ეხა ყოველს წარმატებული თავზებო ამის შემდეგ კვირა ასეთ ეფექტური აღარ იქნება. ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გააქვთ რაღაცა იდეა, პროექტი, შემოქმედებითი თუნდაც შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენეთ აქტიურად, იმიტომ რომ აქ ყველაფერი გამოგდით. შარმე, მიზიდულობა, კრეატიულობა არანახული, ყველა მაქსიმალურად გვერდით გიდგათ გეხმარებათ. თქვენი ინტუიცია ზემძლავრია, ზუსტად იცით რა გინდათ, მოქმედებს სწორად, დიპლომატიურად. ამიტომ გინდათ ქორწინება, გინდათ იდეების რეალიზაცია, გინდათ პარტნიორული ან საქმიანი კონტაქტები, უცხოელებთან ურთიერთობა მოგზაურობა, პროფესიონალური წინსვლა, ბიზნეს საქმიანობა, ყველგან გაქვთ შესაძლებლობა მატერიალურ მდგომარეობას გამოიჩინოთ, თქვენი იდეები, ოცნებები აისრულოთ და იყოთ მეტად წარმატებული ყოველხრივ. ამიტომ თევზებს აქ ერთ-ერთი საუკეთესო კვირა წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ. თუმცა ერთი თხოვნა არის, ასე ყველას მიმართ. ცოტა ამინდია ცვალებადი და ამიტომ მიაქციოთ ყურადღება გეომაგიტურ დღეებს. ორშაბათი დღევანდელი დღე გეომაგიტურია, სხვა შორის ბევრი ჩიო და გუშინ
წინ გაბრუება ქონდა ბევრს და წნევა ესეც მზის აფეთქებებითაა გამოწვეული ეს 3 დღე გვაქვს ზედიზედ მერე გვაქვს კიდევ ხუთშაბათი პარასკევი და კვირა ამასაც მიაქცევთ ყურადღება ანუ წნევას მიაქცევთ ყურადღება იმიტომ რომ იცვლება მათ შორის წნე უცებ შეიძლება აი წვიმას მოყვეს მზე ხო ამინდის ცვალებადობაც ხო ეს მოქმედებს მეტეო დამოკიდებულად +18-ია და განსაკუთრებით კირჩხიბებზე მათ შორის კირჩხიბებზე თევზებზე ესეთ ემოციურ ზნობიარე ნატურებზე და მოხუცებზე ასევე ძალიან მოქმედებს აი ეს მოკლე ინფორმაცია რაც მე მინდოდა თქვენთვის გამენდო ვის გაფრთხილებულია შეარაღებულია იმედია წარმატებულია თუ რაიმე კითხვები გაქვთ მზად ვარ გიპასუხოთ მე მაქვს კითხვა აბა 4 შაბათსო ილოცეთო რო გითხარით ანუ მთელი დღე ვრცელდება თუ რაღაც გარკვეულ პერიოდში ეს პორტალი გაწმილი მთელი დღე ოთარ ამიტომ აი ყველაზე კარგი დროა რა ჩაუთქვი აი რა გინდა რომ მოხდეს იოცნები რატო ოცნებობდა ავტომატურად 4 შაბათსაც ვიოცნებებ რა 4 შაბათსაც ადამიანი ეთყვის რომ ყოველ დღე კი ვილოცოთ და კარგი გავაკეთოთ კი ეს უდავ მაგრამ არის დღეები, აი როგორც არის მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ჩვენს რეგული არის ადგილები ძალის ადგილს უძახიან მას, ხო? ანუ იქ სასწაულად ძლიერი ენერგია რო შედიხარ გზნობთ, ხო, რაღაცა ზემოქმედება ხდება. აი, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავთ, მაგრამ გზნობთ რომ ენერგია სხვანაირია, ხო? აი ეს ადგილებში მაგალითად ეკლესია შენდებოდა ყოველთვის, ხო? ამიტომ აი ესეთი დღეებიც არსებობს, როდესაც მოდის სასწაულად ძლიერი ენერგია კოსმოსიდან პოზიტიური, აი ესეთია 20 რიცხვი. ამიტომ ეს არის დღეგამტოლობა, აქედან მოდის სინათლე მეტად ადამიანთა ცხოვრებაში და გახსენეთ გულები და ეს სინათლე შემოუშვით და მოეფერეთ ერთმანეთს. სურვილები ჩაუთქვით, სიკეთე მაქსიმალური სიყვარულით იცხოვრეთ, დალოცეთ ყველა და ილოცეთ. ამაზე კარგი დასასრული არ ვიცი რა უნდა ყოფილიყო. დიდი მადლობა წარმატებები ყველას.